არაერთ პროექტს ევროკავშირი აქამდე მხოლოდ იმიზნით აფინანსებდა, რომ ხელისუფლება სურსათის უნებლობაზე კონტროლის საჭიროებაში დაერწმუნებინა, თუმცა აქამდე ამას შედეგი არ მოჰქონდა. ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემიაც ერთი ასეთი პროექტი გახლავთ, მისი დირექტორი ქეთი ციხელაშვილი კი ჩვენი სტუმარია და საინტერესო იქნება მისი აზრის მოსმენა, თუ რას შეეძლო გამოეწვია ამ თემაზე ხელისუფლების პოზიციის აი ასეთი შემოbrunება. ქეთი, გისმენთ თქვენი აზრით, რა შეეძლო ეთამაშა აქ როლი გადამწყვეტი? მოგესალმებით აკაკი და პირველ რიგში არ შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ცვლილება. და პოზიტიურია ბევრი მიმართულებით, პირველ რიგში ეს არის მომხმარებლისათვის ძალიან ასე ვთქვათ სასიხარულო ცვლილება, რადგანაც მას მიეცემა საშუალება არჩევანი გააკეთოს იმის გარანტიით, რომ სურსათი იქნება უვნებელი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამ ცვლილებამ გარკვეული ცვლა მოახდინოს ფასებისა, მაგრამ მომხმარებელთა პრიორიტეტების წინასწარი კვლევის შედეგად ბუნებრივია მომხმარებელს ურჩევნია ისარგებლოს საფრთხო სურსათი, თუნდაც გადაიხადოს. თუმცა გეთანხმები, რომ აი ამ თემაზე საუბრის ადგილობრივი მომხმარებელი როგორც წესი მეორე პლანზე გადადის, როგორც ერთ-ერთი ფაქტორი, ძირითადად საუბარი იმაზე, რომ ეს ხელშეუწყობს ექსპორტს. იმიტომ რომ ადგილობრივი მომხმარებელი როგორც ჩანს, ყველაფერს იტანს. მართალი ბრძანდებით, ძირითადად ამ დისკუსიებში ამოდის ხოლმე შემდგომი არგუმენტები, ბიზნესს როგორ იმოქმედებს ეს, როგორ იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომ ურთიერთობებზე, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მომხმარებელთა უფლებები კონსტიტუციის 30-ე მუხლით არის ფაქტობრივად გარანტირებული, ანუ კონსტიტუციური უფლება და სწორედ ალბათ აქედან უნდა ამოვიდეთ. თუმცა რაც შეეხება ბიზნესზე ამ ცვლილების გავლენას, ძალიან ბევრი მინდა აღვნიშნო, რომ თავიდანვე, როდესაც მოხდა ცვლილებები კანონში, ანუ შეჩერდა საკვანძო პუნქტები, რომლითაც ფაქტობრივად უნდა უზრუნველყოფილიყო სურსათის უნებლობის მართვის სისტემა, ეგრეთ წოდებული საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა, რასაც ჩვენ HACCP-ს ვუწოდებთ, ხო? ძირითადი არგუმენტი ამ კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან გახდათ ის, რომ ბიზნესზე ამას ექნებოდა ფატალური გავლენა. და ბიზნესი ამისთვის მზად არ არის. და ბიზნესი ამისთვის მზად არ გახლავთ. პრინციპში ბუნებრივია, ხა შეიძლება ეს არგუმენტი გარკვეულწილად გავიზიაროთ, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილებას, ბუნებრივია მან გავლენა იქონია დაუშვათ ბიზნესების რაოდენობის შემცირებაზე, მაგრამ ალბათ ბიზნესისთვისაც ეს ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მომგებიანია, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად შიდა ბაზარსაც ხდის უფრო კონკურენტუნარიას. ეს აგვაჩვენა თქვათ აი ზაფხულის მოვლენება, როდესაც ევროპული ბაზრებიდან არაერთი პროდუქტი მოვრუნდა, სწორედ იმის გამო, რომ ვერ გაიარა ტესტი უნებლობაზე. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, პრინციპში ბოლო ცვლილება კანონთან მიმართებაში, რომელიც გაზაფხულზე 2010 წლის გაზაფხულზე შევიდა საქართველოს კანონში სურსათის უნებლობისა და ხარისხის შესახებ, გამოიწვია სწორედ იმან, რომ აღმოჩნდა ზოგიერთი ქართული საექსპორტო პროდუქცია იყო სრულიად შეუთავსებელი ევროპული სურსათის სტანდარტებთან და ეს გახდა მადლობთ ამ ინფორმაციისთვის და ანალიზისთვის. დიდი მადლობა.